დედამიწის საშუალო ტემპერატურა გასულ წლებში მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა კლიმატის მონიტორინგის ჯგუფები ავრცელებენ. მათი ინფორმაციებით, საშუალო ტემპერატურის ზრდის ტენდენცია უკვე რამდენიმე 10 წლეულია შეიმჩნევა. რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს კი 2024 წელს მიაღწია. ხუთმა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა ცნობები გაავრცელა, რომლის თანახმადად 2024 და 2023 წლების შემდეგ 2025 წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ხოლო არსებული მონაცემებით გასული 11 წელი ყველაზე ცხელი 11 წელი იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. ევროპის კლიმატის სამსახურის კოპერნიკის წარმომადგენელი სამანტა ბურგესი ამბობს, რომ ტემპერატურის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზები ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყებია. სამეცნიერო მტკიცებულებები აბსოლუტურად ნათელია. კლიმატის ცვლილება სახეზეა. ის აქ არის. ის გავლენას ახდენს მსოფლიოს ყველა ნაწილზე და ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ ვიცით მიზეზი რა იწვევს ამას. ფიზიკის კანონების თანახმად ჩვენი ატმოსფერო თერმული საბნის მსგავსად მოქმედებს. როდესაც ატმოსფეროში დამატებით აეროზოლებს ვამატებთ, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი, ეს ასკელებს ამ საფარს, რაც შემდეგ ზრდის იზოლაციას და ჩვენი პლანეტა თბება. მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ საერთაშორისო ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც საფუძველი 2015 წელს პარიზში ჩაეყარა და რომელიც ტემპერატურის მატების პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად, 2030 წლისთვის შეჩერდება. წლეულების შემდეგ, როდესაც 2030-იან წლებში საერთო ტემპერატურა კიდევ უფრო დათბება, მსოფლიოში ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა გაიზრდება. ამ ექსტრემალური მოვლენების ზიანთან და შედეგებთან დაკავშირებული ხარჯები კიდევ უფრო გაუარესდება. 2020-იანი წლების შუა პერიოდის კლიმატი კი ნოსტალგიით გაგვახსენდება. დიახ, ეს შემაშფოთებელია. ვიცით რა არის გამოსავალი და რა არის გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, შეგვიძლია ნულოვან ტემპერატურამდე მივიდეთ და თუ ნულოვან ტემპერატურაზე გადავალთ, მაშინ მომავალ დათბობებს შევაჩერებთ. ამინდის მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ეკოლოგიისთვის დამაზიანებელია, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობასაც. მათი ინფორმაციით ასევე იზრდება ქარიშხლების, წყალდიდობების და ხანძრების შემთხვევების რისკებიც.